შეუძლებელი ამ ქვეყანაში ცხოვრობდე, წარმოადგენდე საშუალო ან დაბალ კლასს და არ იცოდე რა პირობებში ცხოვრობს ადამიანი აქ. Როგორი ჯანდაცვა გვაქვს, როგორი განათლება გვაქვს და როგორი სამუშაო გარემო გვაქვს. ამ პრობლემების გავლით ვცდილობთ რომ ვიპოვოთ ადამიანებთან კავშირი და მოვასმენინოთ ჩვენი პოზიცია. დაიტოვეს ჯგუფში გაჩნდა ეს იდეა, რომ დავიწყოთ Zoom live შეხვედრები პოლიტიკოსებთან. ეგ იყო პირველი ისაუბრეს იდეა. მაგრამ აი მედია დაერქვა უკვე, როცა გადავწყვიტეთ, რომ აი მედიის ფორმა უნდა მივცეთ და არა უბრალოდ რაღაც ერთჯერადი გადაცემის. დავიწყეთ იმით, რომ რუსთაველზე ვაკეთებდით სტენდს, სადაც მოყვავდა ექსპერტები, სხვადასხვა ადამიანები, უბრალოდ პოლიტპატიმრების სახლობლები, ოჯახის წევრები და საუბრობდით სხვადასხვა თემებზე. ისაუბრეთ დაიტოვაში დაბადებული პროექტი. უბრალოდ განახლების შემდეგ, როცა ხელმეორედ დავიწყეთ და მედიის სახე მიეცა, ამაზე ვმუშაობდით მე და ილია ღლონტი. დროთა განმავლობაში მე რამდენიმე თვე რო გავიდა, ისე ჩამოყალიბდა, რომ ჩვენ იმ დონეზე კონცენტრირდით და ფოკუსირდით ისაუბრეზე, რომ დაიტოვეს საქმეებს იმ დონეზე ვეღარ ვაკეთებდით და დაიტოვეს სხვა წევრები იმ დონეზე არ იყვნენ ჩართულები ისაუბრეში, უკვე განახლებული ისაუბრეში, რომ ისინი თავის თავს ვერ ხედავდნენ ამ ყველაფერში და აკეთებდნენ დაიტოვეს საქმეს და რაღაც მომენტში გაყოფა და გამიჯვნა მოხდა აბსოლუტურად ბუნებრივად. რაღაც პერიოდის მერე ილომაც დაგვტოვა და დავრჩი ესე დამფუძნებლებიდან მე. ისაუბრეს კონტენტი განსხვავდებოდა თავიდანვე იმითი, რომ იყო ანალიტიკური და არა ნიუსური. რაც გულისხმობს იმას, რომ რთულ საკითხებს, სხვადასხვა პრობლემებს, რომლებიც სოციუმში არსებობს, ვცდილობთ, რომ მარტივიანით ავხსნათ და მივიტანოთ მაყურებლამდე. ეს შეიძლება ასევე იყოს სოციალური პრობლემები, ეს შეიძლება იყოს ყოველდღიურად მიმდინარე მოვლენები, მაგრამ ახსნილი და მიტანილი მაყურებლამდე. ამ საჭიროება გაჩნდა სულთად იქიდან გამომდინარე, რომ შეუძლებელია პროპაგანდას ებრძოდე, მათ მიერ გენერირებულ ანალიტიკურ კონტენტს ებრძოდე, ისე რომ შენ თვითონაც არ სთავაზობდე ალტერნატიულ რაღაცას მაყურებელს. შეუძლებელია ამ ქვეყანაში ცხოვრობდე, წარმოადგენდე საშუალო ან დაბალ კლასს და არ იცოდე რა პირობებში ცხოვრობს ადამიანი აქ. Როგორი ჯანდაცვა გვაქვს, როგორი განათლება გვაქვს და როგორი სამუშაო გარემო გვაქვს. ამ პრობლემების გავლით ვცდილობთ რომ ვიპოვოთ ადამიანებთან კავშირი და მოვასმენინოთ ჩვენი პოზიცია. ერთის მხრივ ეს შეიძლება ხდებოდეს იმის საშუალებით, რომ ვუხსნით უბრალოდ როგორ უნდა იყოს მოწყობილი სისტემა, როგორ უნდა ფუნქციონირდეს სახელმწიფო და მე ვაჩვენებთ რომ აი ჩვენთან ესე არ ფუნქციონირებს. მეორე მხრივ ეს არის ადამიანური ისტორიები, ანუ ადამიანთან მიდიხარ და თვითონ ეკითხები და თვითონ ადამიანი ყვება და მაყურებელისთვის ეს ნაცნობია. ის ცხოვრებისეული ისტორია, რასაც ისმენს, იცის, მისიც არის. ამიტომ როცა რთულ საკითხს ხსნით, არ არის აუცილებელი რომ რაღაც მაღალფარდოვანი სიტყვებით ვისაუბროთ. როცა ვსაუბრობთ ნეიტრალურ და ქართული ოცნების ამომრჩევლებზე და უფრო ნეიტრალურებზე და აპოლიტიკურ ადამიანებზე, მათთან პოლიტიკისადმი ვერ ილაპარაკებ. მათთან ძალიან რთულია ილაპარაკო პოლიტიკაზე და ის გაგიჩერდეს და უყუროს შენს სიუჟეტებს. მაგრამ თუ ჩვენ ვსაუბრობთ სოციალურ პრობლემებზე და ვსაუბრობთ ყოველდღიურობაზე, შეუძლებელია საბოლოო ჯამში არ მიხვიდე ვიღაცა პასუხისმგებელ პირამდე. ამ ხნის განმავლობაში ძალიან ბევრ რამეზე ვიმუშავეთ, როგორც რეგიონალური მიმართულებით ქუთაისში გავხსენით. ცალკე ფილიალი და ქუთაისის პრობლემებს ინდივიდუალურად ვაშუქებდით. ეხლა ვიწყებთ ასევე ისაუბრე ემიგრაციაზე, რომელიც გულისხმობს ემიგრანტების კუთხიდან დანახულ ქართულ რეალობას. ასევე დავიწყეთ ისაუბრე International პროექტი, რომელიც განკუთვნილია იგივე ანალიტიკური და შინაარსობრივი, მაგრამ ოდნავ უფრო ნიუსური კონტენტის შექმნისთვის უცხოელებისთვის. ჩვენ გვქონდა პოდკასტი 3 თვის განმავლობაში 2 ცოცხლ შუა და ეხლა ვინდა რომ ის მეორე სეზონიც გავაკეთოთ ცოტა ხანში. ასევე ვაკეთებთ პოდკასტ ჩანგალი სანდრო ცხადაძესთან ერთად. დავიწყეთ, თუმცა ეგ ძალიან დასაწყისში არის 2 ზღვა შუა ჩვენ ჟურნალისტთან ნინო გაბელაშვილთან ერთად. ეს არის საერთაშორისო ანალიტიკური კონტენტი, სადაც ექსპერტებთან ერთად საუბრობს ნინო. ეხლა ვართ იმ სიტუაციაში, როგორც ყველა მედია საქართველოში, არ გვაქვს დაფინანსება, პრინციპში არც არ გქონია ყოველთვის ხალხის შემოწირულობებზე ვიყავით. როცა პროტესტი იყო უფრო აქტიური, შემოწირულობა იყო უფრო მეტი და ეს საშუალებას გვაძლევდა, რომ რაღაცნაირად გვეფუნქციონირა. დღესდღეობით თითქმის 0-ზე არ არის დასული, მაგრამ ბევრიც არ უკლია. ამას წინათ გქონდა დავა კოცები-ნაცების თემაზე, ისევ რომ აი ამას ვერ გავცდით, რომ აი კოცები თუ ნაცები და კოცები არა და ნაცები დაბრუნდებიან და მედიაზე როგორ მელაპარაკები ვაგერო იმედში რომ შევარდნენოდა. რამდენადაც ძალადობრივი იყო იმედში შევარდნა, არანაკლებ მძიმე და ძალადობრივია ეხლა რაც ხდება მედიაში. უბრალოდ ქართულმა ოცნებამ აირჩია ოდნავ უფრო ჭკვიანური მეთოდი. იმის მაგივრად რომ საჯაროდ კამერების წინ ძალადობით ხელკეტებით შევარდეს სადღაცაზე და დაარბიოს და გაიტანოს კამერები და დალეწოს. უბრალოდ ზღუდავს ყველანაირ საშუალებას რომ იარსებო, რომ შენ თვითონ დაიხურო. დიდი მნიშვნელობა არა აქვს აქ მართლა შემოვლენ და კამერებს დაგვილეწავენ თუ
აკრძალავენ ყველანაირ საშუალებას დაფინანსების და მოხალისეობრივად რამდენი ხანი შეიძლება იმუშაო ხო ადამიანმა შეუძლებელია რომ წლები გაგრძელდეს ეს 10 თვე გაგრძელდა კიდე რამდენი ხანი უნდა გაგრძელდეს უარესიც არის რაღაც მხრივ იმიტომ რომ იმ დონეზე ნელა და მსუბუქად კეთდება და იმ დონეზე ჩუმად ხდება ყველანაირი სახსრის მოჭიმვა და მოხრჩობა რომ შეუძლებელი ხდება გარე მაყურებლისთვის რომ თითი დაადოს რა მოხდა რატო დაიხურა ეს მედია რატო გაუჭირდა ასე ძალიან რატო ითხოვს ყველა მედია ფულს აი როგორ შეიძლება ნორმალურ ქვეყანაში ყველა მედია ითხოვდეს ხალხისგან ფულს ხო შეუძლებელი ანუ მედიას უნდა კონდეს არსებობის საშუალება სად არის მე ბიზნესი სად არის და ეშინია ბიზნესი დაშინებულია თუ რომელიმე ფონდი აფინანსებდა იმას რომ დემოკრატიული მედია არსებული იყო და არავინ თქვას რომ მედიებს სტანდარტები არ ქონდათ და ეს ფონდები სტანდარტებს არ იცავდნენ ძალიან მაღალ სტანდარტებს შეწყვეტილია ეს გზაც ხო საიდან უნდა იფუნქციონიროს მედიამ დღეს საქართველოში. მართლა ძალიან ძიმე და ძნელი იყო ბოლო 2 თვე, 3 თვე განსაკუთრებით. ფიქრობდი რომ ნუ რა ძალამად გას, როდემდე შეიძლება ცხოვრობდე ოფისში და არ გეძინოს და არ ჭამდე ნორმალურად და არაფერს ნორმალურად არ აკეთებდე და რაღაც მომენტში დადგა უბრალოდ ეს ეგზისტენციალური არჩევანი, რომ ანუ რას ვაკეთებ ჩემს ცხოვრებას, რას ვუკეთებ, ანუ როდემდე შეიძლება ესე გაგრძელება, მაგრამ რამდენიმე მომენტია რა. უბრალოდ რაციონალურში ერთი მომენტია. სახში რო წავიდე, ახლა დავჭდე და გავაგრძელო. მე მეორე სამსახურში მუშაობ კიდე, იმისთვის რომ თავი ვირჩინო, ხო? რომ გავაგრძელო იმ მეორე სამსახურში მუშაობა და ცხოვრება, როგორ დავიძინო, როგორ გავაგრძელო ცხოვრება, ჯერ ერთი იმაზრით, რომ ადამიანები ციხეში არიან, მეორე იმაზრით, რომ უბრალოდ ეგ ნიშნავს, რომ ქვეყანა დავთმე რამდენიმე წლით მინიმუმ. როგორც არ უნდა გვჯეროდეს, რომ 4 წელიწადში მე კიდე შეიძლება რაღაცა შანსები გამოჩნდეს, როგორც არ უნდა გვჯეროდეს, რომ რაღაც შანსები მომავალმა შეიძლება მოიტანოს, ჩვენ ვერასოს ვერ გვეცოდინება თუ ეხლა დავმარცხდით, რამდენ ხანს გაგრძელდება ეს ოკუპაცია. იმიტომ რომ ბოლოს ეგ ოკუპაცია გაგრძელდეს 70 წელიწადი. ერთი მხრივ, რასაც ახლა ქართული ოცნება აკეთებს, ხომ ეს არის, რომ ადამიანებს დაუკარგონ ყველანაირი შეგრძნება, არა მხოლოდ ახლა სინამდვილეში დიდი ხნის განმავლობაში იყო ეს პროცესი, რომ ადამიანებს დაკარგვოდათ შეგრძნება უკეთესი მომავლის, ხედვა უკეთესი მომავლის. ძალიან დიდ გავლენას ახდენს სტუდენტზე და ზოგადად ადამიანზე, როცა გადის ქვეყნიდან და ნახულობს უკეთეს შესაძლებლობებს და უკეთეს ქვეყნებს. ძალიან კარგად მახსოვს ჩემი პირველი გასვლა ქვეყნიდან საზაფხულო და საქმეებით ვიყავი გერმანიაში და მახსოვს აი რომ ჩავედი ბერლინში ის ბრაზი რაც გამიჩნდა უნებურად უსამართლობის შეგრძნება გამიჩნდა რომ 4 შაბათი თუ 3 შაბათი საღამო იყო და ხალხი ქუჩაში გამოსული იყო პარკში ისხდნენ მუსიკას უსმენდნენ ბავშვები თამაშობდნენ ვიღაცები ბუშტებს უშვებდნენ და ადამიანები ცხოვრობდნენ და ტკბებოდნენ ცხოვრებით საღამოს 7 საათის მერე ძალიან მტკინეული იყო ის შეგრძნება რომ შესაძლებელი ყოფილა შეიძლება რომ ესეთი ქვეყანა არსებობდეს, ესეთი ქვეყანა გქონდეს და არ გაქვს და რატომ არ გაქვს კითხვები გიჩნდება. ვის უნდა დააბრალო რომ არ გაქვს. ეხლანდელ მოვლენებს რომ ვადევნებთ თვალყურს რაც ხდება, ხო? მე-12 კლასის გაუქმება და გაცვლითი პროგრამებიც იხურება ძალიან ბევრი იმ კანონების გამო რაც მიიღეს. გულწრფელი კითხვა ჩდება რომ რა შედეგის მიღება უნდათ, როგორი თაობის მიღება უნდათ. ჩემი ვარაუდია რომ იმ თაობის მიღება უნდათ, რომელსაც არ უნახავს არაფერი. იმის გარდა, რასაც მათ ქართული ოცნება თავაზობს. იმიტომ რომ იმ თაობამ რომელმაც ნახა, ის მერე გავიდა რუსთაველს. ის მერე გავიდა და გააპროტესტა, როცა ქვეყანამ შეიცვალა კურსი, უბრალოდ რუსეთისკენ კი არა, სტაგნაციისკენ, განუვითარებლობისკენ, ერთფეროვნებისკენ. მისთვის რომ ადამიანი იყოს დამოუკიდებელი, ჩამოყალიბებული არსება, მისთვის ძალიან მნიშვნელოვანია პერსპექტივა, იმედი, შეგრძნება, რომ მის შრომას და მის მცდელობას რაღაცა შედეგი მოყვება. თუ ახალგაზრდები ვერ წავლენ და ვერ ნახავენ რა შედეგი შეიძლება მოყვეს და როგორ შეიძლება განვითარდეს მათი ქვეყანა და ვერ დაიჯერებენ რომ მათმა შრომამ შეიძლება რაღაცა უკეთესობისკენ შეცვალოს მომავალში რა თქმა უნდა ისინი ყოველთვის დარჩებიან მორჩილი მუშის პოზიციაში და ყოველთვის დაუხრიან თავს ნებისმიერ ავტორიტეტს იქნება ეს ხელისუფლება თუ ბრაზიანი უფროსი გარდა იმ მოტივაციისა რომ სახში წავიდე არსებობს მეორე მოტივაციაც ხო გულში სადღაც გულის სიღრმეში გვჯერა რომ ამ პროცესების გადატეხა შეგვიძლია. ეს შეიძლება იყოს საუბრით ერთი მხრივ, რომელსაც უდიდესი წვლილში აქვს მე მგონი, ისაუბრეს არა საუბრს. უდიდესი წვლილში აქვს ზოგადად ერის განვითარებაში. მეორე მხრივ ეს არის ქუჩა. იმისიც მჯერა რომ თუ ჩვენ დავუშვებთ რომ უკვე წავაგეთ, რომ უკვე აზრი არ აქვს არაფერს თუ უბრალოდ რავი აღარ გავალთ რუსთაველზე, აღარ მოვალთ და აღარ ვიმუშავებთ ასეთ სამსახურებში, რომელიც პირდაპირ რეჟიმის წინააღმდეგ მუშაობს. მათი მიზანი ხო საბოლოო ჯამში ეს არის, რომ გავჩერდეთ. ამიტომ უნდა გავჩერდეთ.